მოგესალმებით ანა, წარმოუდგენელი ამბავია, როცა სუსის მოქმედი ხელმძღვანელის მოადგილე ღებულობს 250.000 ლარს ქთამს კაბინეტში და ამას ატყობინებენ როგორც ჩვეულებრივ ამბავს. მაშინ როცა 200-300 ლარიან მხარდაჭერას არ აძლევენ ადგილობრივ მოსახლეებს, სიღარიბე არის გავრცელებული ყველგან, მოდებული გზა არა, წყალი არა, გაზი არა, ამ ვითარებაში ერთი მინისტრის მოადგილე ღებულობს 250.000 ლარს ქთამს და მერე გამოდის ერთი კორუფციონერი ყავთ მაღალჩინოსანი და მეორე მხარეს გამოდის რაჟდენ კუპრაშვილი, რომელსაც ანტიკორუფციული სააგენტოება რა ამ ქვეყანაში და რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ მე ვიქნები ამ კორუფციონერის ადვოკატიო. საერთოდ ივანიშვილმა რა ქვეყანა შექმნა, ხო წარმოგიდგენიათ? ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი არის ადვოკატი, პერსონალური ადვოკატი იმ სუსის პირველი მოადგილის, რომელმაც 250.000 ლარის საკუთარ კაბინეტში ესე ჩაიჯიბა. ხო, ძიებით დადასტურებული ამბავი, რომელზემ მსჯელობაც სასამართლოში გაგრძელდება, ხო, საბოლოოდ იქ უნდა მოხდეს ამ ბრალის დადასტურება. რა თქმა უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა, თავად არიან კორუფცია, მთელი სისტემა არის კორუფციული. 250.000 კაბინეტში რო აიღებს, ხო წარმოგვიდგენია რაზეა საუბარი. რამხელა ტიპის კორუფციაზე საუბარი. ყველა დაიჭირეს, მოკლედ, უფროსი დაიჭირეს, სუსის მოადგილე დაიჭირეს, პრემიერ-მინისტრი დაიჭირეს, თავდაცვის მინისტრი ჯარს ძარცვავდა, ბაღებს და სკოლებს ძარცვავდნენ. აუდიტის სამსახურის უფროსი, თურმე მოადგილე აღმოჩნდა კორუფციონერი. ანუ წარმოუდგენელი ამბავი ხდება. ყველა დაიჭირეს, ჯარიდან დაწყებული ჯანდაცვა, საბავშვო ბაღები, განათლება, ყველგან ქურდობა და ყაჩაღობა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, არ ვიცი, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ახლა ვიმყოფები ირაკლი ბოდიშ გიხდებით, რა გადახვალთ ამ თემაზე, აი საკითხი რო ამოვწუროთ. ანუ ეს ამბავი ქართულ ოცნებას აი როგორ აღწერს, იმიტომ რომ კობახიძე და სხვაებიც ხშირად ისე ლაპარაკობენ ამ თემების ასე ვთქვათ კომენტირებისას, რომ თითქოს რაღაც სხვა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, ხო, არა ვთქვათ ივანიშვილის ხელისუფლება, არამედ რაღაც პატარა თითქოს რევოლუცია მოხდა ამ ქვეყანაში, შეიცვალა ხელისუფლება და ეხლა ანუ მათ პასუხი არ უნდა მოეთხოვოთ ძველებზე. პირიქით ისინი იჭერენ ძველებს და რაღაც ახალი ტიპის მმართველობას აფუძნებენ. აი ამაზე რა შეგიძლიათ რო თქვათ ამ თქვათ გზავნილთან დაკავშირებით, ეხლა გვინახავს ხო ამგვარი განხილვები სოციალურ ქსელში, რომ რაღაც არ იღებს თავის თავზე მოკლედ კობახიძე და არც მისი თქვათ მის ქვეშ მომუშავე პირები მის მთავრობაში ამ ბრალდებას, რომ აი კორუფციული მთავრობაა ოცნება. არა, ისინი სხვები იყვნენ და ესენი ახლები არიან? არა, ქართული ოცნება არის კორუფციული ხელისუფლება, უბრალოდ აქ საუბარი იმაშია, როგორ გაიმართლებენ პროპაგანდისტულად თავს. თავისუფლად კალაძე გამოვიდა და საკუთარ უწყებაში სოციალურად დაუცველებს, რომელსაც ლარი 30-ად ყვებავენ, სოციალურად დაუცველებს უთხრეს, რომ მათი ნაძარცვი თურმე კალაძის პასუხისმგებლობა არ არის. სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი თუ მაღალჩინოსნები ვინც იყვნენ და ძარცვავდნენ, თქვენ რომ მე არ მეხებაო ეს ამბავიო, მე შვილებზე ვაგებ და საკუთარ თავზე პასუხსო. ამ დროს უზარმაზარი კორუფციაა თბილისის მერიაში, უზარმაზარი კორუფციაა სხვადასხვა უწყებაში. ამიტომ პასუხი არ არსებობს ამ ყველაფერზე. პასუხი არის, რომ კი, კორუფციული ხელისუფლებაა ქართული ოცნება, ოღონდ კორუფციის თავად წყარო არის ბიძინა ივანიშვილი და თავად ანტიქართული ოცნების მთელი სისტემა. სხვა ხსნა ამ ყველაფერს არ აქვს. გაიმართლებენ თავს, ჩარეცხავენ ერთმანეთს, დაიჭერენ ნახევარ ქართულ ოცნებას თუ არა, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავად უკვე ვხედავთ, რომ კორუფცია არის ამ ქვეყანაში. მარტო ჩინოვნიკი რომ მდიდრდება და მეურნე ვერ გამდიდრდა და ვერავინ ვერ გამდიდრდა. რა შეიძლება ლაპარაკი, სხვა გამოსავალი და ახსნა ამ ყველაფერს რა თქმა უნდა არ გააჩნია. ირაკლი, ასეთ დროს, აი როგორ ფიქრობთ, რელევანტურია იგივე, აი როდესაც იგებ, რომ 100,000-ობით ლარს ადამიანები ქთამის სახით იღებდნენ და ჩვენ არ ვიცით ეხლა რა პროცესი მიდის, ხო, იმიტომ რომ თქვენ ხელისუფლების ოპონენტებს ხშირად გისაუბრიათ, რომ შესაძლოა ვიღაცას ხელს აფარებენ ან რაღაც იმგვარი პროცესი მიდის, რომელსაც ჩვენ ბოლომდე არ გვაჩვენებენ, ხო, არ ვიცით რა მასშტაბზე არის საუბარი. მახსოვს ერთი რომ მხოლოდ სოხაძე მინისტრი პარლამენტში 1,600,000 ახსენებდა, ამბობდა, რომ აი კითხვის ნიშნის შემცველი იყო ეს თანხა, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იყო, ასე ვთქვათ, განაწილებული და ეს იყო გამოსაკვლევი ეს თანხა როგორ დაიხარჯა, მილიარდზე მეტი ახსენა მან. აი დუშენის ამბავი რომ ავიღოთ, დუშენის დაავადებული ბავშვების საკითხი და მთავრობა, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებამდე ვერ მიდის თურმე და სხვადასხვა ფაქტორებს ასახელებს. აი როგორ ფიქრობ, აქ
რაღაც გარკვეული ბრაზი თუ პარალელი ამ საკითხზე სწორია საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან? მე გეტყვით რა არის პარალელი. პარალელი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა რომ დაეხმაროს ბავშვებს. ბავშვების სიცოცხლე გადაარჩინოს. მაგალითისთვის გეტყვით რეგიონებში მოძრაობთ გაუჩერებლად და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაგალითს მოგიყვანთ. 2016 წლიდან დღემდე ლანჩხუთში, აი კობახიძემ, ივანიშვილმა და ანტიქართულმა ოცნებამ ააშენეს 8 საბავშვო ბაღი. და რა კარგად ჟღერს, რომ 8 საბავშვო ბაღი ააშენა ოცნებამ, ხო? ამ 8 საბავშვო ბაღიდან რამდენიმეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ისე ცუდად იყო აშენებული და ისე კორუფციულად, 7 არის დახურული უკვე. აქედან 3 დანგრეულია, ფიზიკურად დანგრეულია და დანარჩენი ავარიულად არის დახურული. მარტო მერვე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მერვე რომელიც ააშენეს. და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დაიწერა, სადაც ნათქვამია, რომ იმ მერვესაც დახურავენ შემოდგომისთვის, უკვე შემოდგომისთვის მერვე საბავშვო ბაღიც არ იქნება. ახლა გადავთვალოთ და ვთქვათ, 8 საბავშვო ბაღის აშენებას რამდენი მილიონი ჭირდება, რამდენი აქვთ მოპარული, ანუ რატო გახდა ავარიული? ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი და მთელი ეს სოფელი თემი, ჯურუყვეთის თემი, მათ შორის სოფელი ლესა და სხვა მიმართულებები არის ვაკეა. მთაზე და კლდეზე კი არა უშენებიათ. ვაკეზე რა უნდა ერთ სართულიანი ბაღის აშენებას. არა, უბრალოდ ბევრი ფული მოიპარეს, ძალიან დიდი კორუფცია იყო ადგილზე და ამიტომაც, ანუ კორუფციაში ფულს უფრთხილდებითო და იმიტომ არ ვეხმარებით ბავშვებს, რომ ბავშვების სიცოცხლე გადავარჩინოთო. წარმოგიდგენიათ რა სიბინძურე არგუმენტები აქვს. მარტო პროპაგანდით ყვებავენ აქეთ. მარტო პროპაგანდის საკვებია, სხვა არაფერი არ ხდება ამ მიმართულებით. ამიტომ ნათელია, მათ ფული კი არ ადარდებთ, ან კი არ ადარდებთ ის, რომ ბიუჯეტს გაუფრთხილდნენ. არა, მილიონებს იპარავენ, ასეულობით მილიონს იპარავენ. აი თორნიკე რიჟვაძე სად არის? რატო არცემს არაფერს პასუხს მის მიმართ არსებულ ბრალდებებს, რომელიც ოპოზიციას კი არა, უკვე ქართულ ოცნებას აქვს. როგა ის ინციდენტი რო არა დღეს თორნიკე რიჟვაძე ციხეში იჯდებოდა და ასეულობით მილიონზე ექნებოდა სავარაუდოდ ბრალი წარდგენილი. ამიტომ რაზე ვლაპარაკობთ? მე მგონია რომ საზოგადოებას მაგ ამის ახსნაც კი აღარ ჭირდება, რა ხდება საერთოდ შიგნით ქართულ ოცნებაში, მაგრამ მოსაყოლია ის ამბავი რა ხდება საზოგადოებაში. მინდა რომ გაგიზიაროთ ის, რასაც ქუჩაში ვხედავ, ახლაც შეხვედრაზე ვიმყოფებით და ცოტა, ესე იგი, ვითავხედე მეგობრებთან, იმიტომ რომ თან შეხვედრა იყო და თან გამოვიწიე გვერდით, რომ თქვენთან ჩართვაზე ყოფილიყავი. შეკითხვას მოусვე და მე მოგიყვებით. კი ბატონო, ირაკლი, ანაკლიაზე მინდა გითხოთ, რატომ იცით რომ თქვენ ხშირად ახსენებთ ამ საკითხს, საუბრობთ ამ თემაზე, ასევე ხედავთ ხოლმე პერიოდულად გააქტიურებას ხელისუფლების ამ მიმართულებაზე და აი რა არის მნიშვნელოვანი რომ იცოდეს საზოგადოებამ ამ საკითხზე, ხომ? აი რატომ არის ეს თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი საკითხი? ხო, ალბათ მაყურებლის ნაწილს თქვათ გაუჩნდება კითხვა, რომ აი რა არის ალაპარაკო ამ თემაზე და რა დაიკარგა, არ დაიკარგა შანსი თუ რა შესაძლებლობა იყო ეს კიდევ უფრო მეტად შესაძლოა იყოს ასახსნელი. ქრივიშვილი, რომელიც იმედის ეთერში ამბობდა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი ზუსტება, არაერთი დაპირება მოგვისმენია და ის ამბობდა, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანია გახდება მთავარი ინვესტორი. ჩვენ ხა სამუშაო ადგილების შექმნის ჭრილში რო განვიხილოთ ეს საკითხი, ამიტომ გეკითხებით და ასევე ვიცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტენდერის დასრულებულია, რეალურად ჩინურ კონსორციუმთან კონტრაქტი არ გაფორმებულა. აი რასთან გვაქვს საქმე და რატომ არის ამ საკითხზე სიღრმისეული ცოდნის და ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანი მოქალაქისთვის? მოქალაქეებმა იციან ძალიან კარგად, რომ ანაკლიის პროექტი არის ეროვნული პროექტი, ანაკლია შეუძლია სამეგრელოს აყვავება. 20,000 სამუშაო ადგილზეა საუბარი, 20,000 სამუშაო ადგილზე, რაც აყვავებს ანაკლიას, გააჩენს ახალმაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, იქნება ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტის პროცესში მნიშვნელოვანი გზავნილი, იმიტომ რომ აფხაზეთის საოკუპაციო საზღვრიდან არის 3 კილომეტრი. სოხუმის სანაპიროდან გამოჩნდება ანაკლიის გაბრძგვალებული პორტი და განათებული ქალაქი. ამ პროცესში როგორ შეიძლება ამაზე უარი თქვა? მაშინ როცა სომხეთმა აზერბაიჯანმა გადაწყვიტეს სამხედრო კონფლიქტი, გაჩნდა საერთაშორისო სატრანზიტო გზა. ეს გზა გვერდს აგვივლის ჩვენ თუ დროულად არ ავაშენეთ ანაკლიის პორტი და გვერდს თუ აგვივლის, ეს ნიშნავს, რომ არც ეკონომიკური განვითარება გვექნება, არც უსაფრთხოება გვექნება, იმიტომ რომ მაგალითად ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილი რომ საქართველოზე გადის, ეს ნიშნავს, რომ ევროპის ლამის 10-მდე ქვეყანა არის დაინტერესებული, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა.
აი ამაშია მშვიდობა და არა იმაში რომ ირაკლი კობახიძე გამოდის და უბრალოდ ამბობს რომ ჩვენ მშვიდობა გვინდა. მშვიდობა მოაქვს იმას რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი პროექტები, სხვა ქვეყნები უნდა იყვნენ დაინტერესებული გარდა სურვილისა რომ მშვიდობა იყოს. ეკონომიკურად უნდა იყვნენ დაინტერესებული და ანაკლი სპორტი ამ შესაძლებლობას იძლევა. რაზეც კიდევ 3 წელი ცდილობენ რომ გადაავადონ. მე არ მჯერა რომ მარიამ ქრუიშვილის ეს ფრაზა იყო წამოწდენა. დარწმუნებული ვარ რომ ეს იყო მათი რეალური ჩანაფიქრი, უბრალოდ მიხვდნენ რამხელა კრიტიკა მიიღეს ამ 3 წლიანი გადავადებით. ამაზე ამბობთ ირაკლი? 29 ვიცოდით აქამდე. ხო, თუ არ ვთქვი დამაზუსტებელი ინფორმაციაც არსებობს, რომ 29 არის რეალური რიცხვი და 29-ზე მოკლედ მე თქვენ რომ ტექნიკურად შეეშალაო. ტექნიკურად შეეშალა მარიამ ქრუიშვილი ეკონომიკის მინისტრი არაკომპეტენტურიაო. ჩერჩეტიაო და შეეშალაო. და მაგას ვამბობ რომ ამ ვითარებაში ჩემთვის წარმოუდგენელია რა შეიძლება იყოს საპასუხო. არა, შეშლით ყველა შეიძლება შეეშალოს, მაგრამ თავარი ამბავი ის არის, რამდენად რეალისტურია ამ პროექტის განხორციელება და რა ნაბიჯებს გავს ამისთვის. 2016 წელს დაიწყო მშენებლობა. 2016 წელს დაიწყო მშენებლობა, 2016 წელს. მას შემდეგ გავიდა 10 წელიწადი. სხვა ფაზი არ დაუდიათ, ერთადერთი რაც გააკეთეს 80 მილიონი წაართვეს ინვესტორებს ჩადებული ინვესტიცია, ექსპროპრიაცია გააკეთეს. რომელ ინვესტორებს? ევროპელ და ამერიკელ ინვესტორებს. უზარმაზარ საფინანსო ინსტიტუტებს წაართვეს ინვესტიცია. ეს გააკეთეს 10 წლის განმავლობაში. რა უნდა 2020 წელს უნდა მიეღო პირველი გემი. კი ბატონო. ირაკლი, გესმით ჩემი ხმა? მესმის. კი, აი, მოდი ახლა დაუბრუნდეთ, კი ბატონო, გასაგებია თქვენი პასუხი. მოდი ახლა დაუბრუნდეთ იმ საკითხებს, თუ არ ვსვებით თქვენ სოფელ დიდინეძიდან გვერთვებით და აი ამ ნაწილით დავასრულოთ იმ საჭიროებებით, რაც აქვთ მოქალაქეებს და რასაც ვერ პასუხობს ქართული ოცნების ხელისუფლება, რის შეცვლასაც პირდებით თქვენ და ხართ თუ არა მათთვის სარწმუნო ამ მხრივ. ახლა ვიმყოფებით ესე იგი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეთში, რაც არის ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი. ხედავთ უბრალოდ პროცესს. სადაც უბრალოდ სიღარიბეა. ბოლო წლების განმავლობაში რა გააკეთა ხელისუფლებამ? მაგალითად, გააქრო საერთოდ ერთადერთი საკითხი შეწამლოში ეხმარებოდა მეთხილეებს და ეს მხარდაჭერაც გააქრო. მეთხილეებს ეხმარებოდა შეწამლოში. ეხლა რო მეურნეებს ხვდებით, რომ ადგეს ეს მეურნე და მაგალითად შეწამლოს საკუთარი ნაკვეთი. თუ საზოგადოდ ყველამ არ შეწამლა და ის 200-ლარიანი მხარდაჭერა არ ექნა ჰექტარზე, რაც სასაცილო თანხაა, იმიტომ რომ ხარჯები ისე გაზრდილია, პროდუქცია ხარისხიანი უნდა იყოს, რომ მე ჩაბარება ღირდეს, შრომა ღირდეს, უმძიმესი შრომაა ეს ყველაფერი, მაგრამ ამ პროცესში არაფერი აღარ ხდება. ხელისუფლებამ დაივიწყა საერთოდ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს მეურნე, ფერმერი, ადამიანები აქ იბრძვიან, მათ შორის ყველა მიმართულებით. სიღარიბის წინააღმდეგ იბრძვიან, მეტი მხარდაჭერისთვის, სოფლის მეურნე ანაკლისთვისაც იბრძვიან, იმიტომ რომ სამეგრელოს გულია სოფელი დიდინეძი, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ამ სოფელში 2025 წლის არჩევნებზე, სადაც ოპოზიციის ნაწილმა შეცდომა დაუშვა და ბოიკოტში გავიდა, ჩვენ მონაწილეობდით და ერთ-ერთი ოქროს ადამიანი გვყავს საკრებულოში წარდგენილი, მაჟორიტარად იყო წარდგენილი, 40% აიღო. იმ ბოიკოტის პირობებშიც კი მცდარი პოლიტიკური პროცესის პირობებში ირაკლი ჩახაიამ, ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო 40% აიღო. ხო წარმოგიდგენიათ ხალხი როგორი გაბრაზებულია. 40% სადაც მთელი ოპოზიცია იძახდა რომ ანუ არ წახვიდეთ არჩევნებზეო. და ადამიანმა, რომელსაც სოფელი დაუდგა გვერდით, იმიტომ რომ წარმოადგენს სწორედ ადგილობრივ მოსახლეს, რომელმაც იცის აქაურობის ყველა პრობლემა. და მინდა რომ გაიცნოთ ეს ადამიანები, მინდა რომ ხედავდეთ, ამჩნევდეთ, მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ წარმოდგენილი იყვნენ ეს ადამიანები სხვადასხვა პლატფორმაზე. ამიტომაც მივიღეთ თავის დროზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ბოიკოტი რომ არასწორია, ხომ დამტკიცდა, რომ ჩართული იყვნენ და ეს პასუხისმგებლობა რო აიღოთ პოლიტიკურ აქტორებს, აქ იქნებოდა ოპოზიციური ხმაური, მათ შორის ირაკლი ჩახაია იქნებოდა ეხლა საკრებულოში და იქ დააყენებდა ამ ყველა პრობლემას, იმიტომ რომ ერთი კაციც კი მე მყავს საკრებულოები, მაქვს საკრებულოები, სადაც 45 დეპუტატში ერთი ოპოზიციონერია და ისიც მიკროფონს რო რთავს, პანიკა და ისტერიკა ემართება ქართულ ოცნებას. იმიტომ რომ იმ ერთი მიკროფონისაც ეშინიათ, სიმართლის ეშინიათ, სიმართლის თქმის და
სამწუხაროა რომ ამ ეტაპზე ვერ შევძელით ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ აი ირაკლი ჩახაია ჩვენი მეგობრები, რომლებიც წარმოდგენილები არიან აქ, აუცილებლად შეძლებენ უახლოეს მომავალში სწორედ ასეთი სოფლებიდან, ასეთი ცენტრებიდან დაწყებას გამარჯვების. ამაში ვარ დარწმუნებული და ჩვენი მხარდაჭერა სრულიად ზუგდიდ სამეგრელოს და მთელ საქართველოს ყველგან შევძლებთ მისვლას. უნდა ითქვას, სადაც მივდივართ, ყველგან სიღარიბეა. გზა არ არის, წყალი არ არის, გაზი არ არის, სამუშაო ადგილები არ არის. სკოლებს და საბავშვო ბაღებს ანგრევენ და მერე დანგრეულს ტოვებენ. ეს არის გენოციდი, ქართველი ხალხის გენოციდი. ქართველი ხალხის წინააღმდეგ, იმიტომ რომ აი ავიყაროთ ამ ქვეყნიდან და სხვაგან წავიდეთ საცხოვრებლად და ჩემი პოზიცია ნათელია ტელევიზიაში კინკლაობას, ოპოზიციურ კინკლაობას, იმან რა თქვა, ამან რა თქვა, ასე შემდეგ. ყველამ უნდა ჩავიცვათ ტკინის ქალამნები, ვიაროთ რეგიონებში, ვესაუბროთ ამ ადამიანებს, საკუთარი შეცდომებიც გავიაზროთ ოპოზიციურმა პარტიებმა, მე, ჩემი, სხვამ თავისი და უნდა გავაკეთოთ ერთად საქმე. ამ ქვეყანას ჭირდება სწრაფად ჭაობიდან ამოყვანა.